დანო და ძმანო, ამ დღეს მრავალი საუკუნის წინ ხიარული ყიჟინით ესალმებოდნენ მაცხოვარს. ხალხმა მაშინ მეფე დაინახა, მისგან სასწაულებსა და ბედნიერებას მოელოდნენ. მაგრამ გავიდა მხოლოდ 5 დღე და მათ იგივე ხალხმა მისი სიკვდილი მოითხოვეს. ჯვარსაც იგი გაყვიროდნენ ისინი. აბა გოგონებო, ადექით. ვასკრესენსკაია, შენ მოგმართვა. ადექით. სერაფიმა, უნდა ადგე გესმის? რა მოხდა? რა მოგივიდა სემა? დედა და მამა ვნახე სიზმარში. Kamuç. დედიკოს და მამიკოს გამოარჩი, ბოდიალა. აჰა, ბოდიალა. მიეცი პური. რა, შენ მიხარ. მამა შენი მღვდელია. მე და ლინას მამები კი ოფიცრები არიან. ფრონტზე გერმანელებს ეომებიან, გასაგებია? ხოლო რიტას მამა, საერთოდ ბურჟუაა. ის ციხეში ჩასვეს. დელი კი არა, მოწყვალა. პური დაუბრუნდა. თავაზიანად გთხოვ. არა, რა ლენა, შეხედე რა თავხედია. აჰა, თავხედი. უარ შემოვარტყა. ცხვირს ნუყობ. ვაი, რა გააკეთე? აბა, აქ რა ხდება? ვასკრესენსკაიამ პური წაართვა. რას ამბობ? ლოგინში ყველაზე დიდხანს იწვა. ახლა დაქალებს პურს ართმევ. ადექი, როცა გელაპარაკებიან. ეს არეტირო კატო. აი შენი პური, შეჭამა. და თქვენც გოგოებო. მადლობა, ოლგა სიმიონოვა. რა ვასკრესენსკაია? არაფერი გაქვს სათქმელი? გამომყევი. ო, ახლა რა იქნება? დავინახავთ. რას მიყურებ? დაღეჭე შენი პური. დაღეჭე. სამწობრად დგანა. რა ხდება თქვენს თავს? აი ივან ანდრეევიჩ, არც კი ვიცი როგორ გითხრათ. ვასკრესენსკაიამ ვოლკოვას პური წაართვა. როგორ თუ წაართვა? ეს რა შესაძლებელია? რა გამოდის სერაფიმა? ჩვენი მეომრები ფაშისტებს ებრძვიან. სიცოცხლეს არ იშურებენ. ჩვენ კი ერთმანეთს პურის წართმევას ვუპირებთ. მე არ დამრთმევია. აბა რა? მოითმინეთ. შენ ამბობ, არ წაგირთმევია. მაშვინ? რას ეკითხებით? მან წაართვა. ხომ ვასკრესენსკაია? თქვენ საიდან იცით? დაინახეთ? მე კატია ვოლკოვამ მითხრა. მაშინ დაუძახეთ მას. ივან ანდრეევიჩ, კარგით, არა უშავს. ძალიან გთხოვთ, დაუძახეთ კატიას. ახლავე.
გაეიცოდნენ მტერი ჩასაფრებული გამარჯობა ივან ანდრევიჩი. აბა რა სიტყვი გვარდიის კაპიტან ვოლკოვისა სულო სერაფიმამ პური წაგართვა პური? რომელი პური? რომელი სერი კატია არა, ვასკრესენსკაია ჩემთვის არაფერი წაურთმევია. აბასემა დერეფაში ოლღა სიმეონოვნას გასწახე ივან ანდრევიჩი, ეს არის? ჩვენები უკვე აქ არიან? საწმამდე მიაღწიე? საკუთარი საზღვრების კიდეებამდე ვდევნით ფრიც მამიკო აქაა? მანდა კატია და მალე აი აქ იქნება ომი დამთავრდება და ის მე წამიყვანს. ხომ ახთალია? მართალია ჩვენ სახსალამაც ჩაგაბარებთ აბა რა მოხდა იქ არაფერიც არ მომხდარა ივან ანდრევიჩი. არაფერი აბა ოლღა სიმეონოვნა ნუ ღელავთ, მას შეეშალა. უკვე მე რამდენით ის მარტოა და კიდევ ჩვენთან მეგობრობს, რაღაც მოეჩვენა. ასე პირდაპირ მოეჩვენა რა თქმა უნდა, ოღონდ მას ნუ ეტყვით ნურაფერს. განაწყენება. არ მინდა რომ გავანაწყენო. ნება მომეცით წავიდე. წადით გოგოებო საქმე ყელამდე მოხს გაჩაღეს ცეცხლი და გარს შემოუსხდნენ წავლენ მანქანები მრისხანე ლაშქრობაში ვასკრესენსკაია, ჩემთან ვალში ხარ. რიტა საერთოდ ეს ჩემი ადგილია როგორ შემაშინა აქ ხამხამობით მივდივარ როცა ყოველს სინა აქ ეშინია აქ ხომ ბნელა არ მეშინია შენთან სიზმრის ფერები მოდიან მე მასთან მეგობრობ რა შენ რა ტიროდი არა სულაც არა სემა მე შენ გიხსნი ჩემთან ერთად გამოვფრინდები მწვანე ქვეყანაში იქ ვოლკოვაც ვერ გვიპოვეს უყურე დავხატე რაც კი ვნახე ეს რა არ გინდა მაშინ აქ დარჩი ჩუმად რამდენჯერ აგიხსენე ეს ბავშვთა სახლი აქ რეჟიმია და თუ რამე მოხდება თქვენ ისევ სერაფიმას გამობრაზობთ. ნუ ნერვიულობთ ასე, ის გონიერი გოგონაა. მე ყურადღებას ვაქცევ. ის უჩინარდება ხოლმე ჯანმრთელობა თქვენ წესავე წავიდეთ აქედან რიტა ცნაური ადგილია ეს სახლია უცნაური. შენის დაინახე? ვინ ეს საიდუმლოა. ძალიან დიდი, მაგრამ შენ გეტყვის ემა. შენ კეთილი ხარ. ოღონდ სიტყვა მომეცი რომ არავის მოუყვები. სიტყვას გაძლევ მე მოჩვენებები ვნახე. მოჩვენებები ჩვენ სახლში ხო, ის ქალია. ის ასეთი თეთრ კაბაში მოვიდა. სახე ნაცრისფერი ქონდა და ამოისუნთქა. აი ასე. ვისონი დადგა სერაფიმა, მარგარიტა, სად ხართ? სემა და რიტა ხომ არ გინახავთ? არა მოჩვენებებზე და სიზმრისეულ ფერებზე აღარავის მოუწვა და შენ შეიძლება? მე სიტყვა მოგეცი შეიძლება ვასკრესენსკაია, გძინავს? წამოდი.
რიტა, არ გინდა. უყური. მე ფერია ვარ. ой, მისი პური ბალიშის ქვეშ. დაინახე? რიტა, იქნებ დავბრუნდეთ. ეს კარგი არაა. რა? წამოდი, წავიდეთ. შენ სიტყვა მომეცი. კარგი. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა? გიზადეიდა. ეს გიზადეიდა. თამლაგებელი? ვინ არის აქ? თქვენ მან დორნი, აბა გამოძვერით სასწრაფოდ. აქ რა დაკარგეთ, ჰა? ქალბატონებო. გვაპატიე. გვაპატიე. აბა ჩქარა ლოგინში. სუღლუტები. ნეტა აქ რას ეძებდნენ? მადლობა ამხანაგ სტალინს ბედნიერი ბავშვობისათვის. მე ფერია ვარ. რიტა. გამარჯობა უცნობო. წერს საუკეთესო ბავშვთა სახლიდან. მე შენ არ გიცნობ. საერთოდ. მაგრამ ფიქრობ, რომ ძლიერი და მამაცი ხარ. ვასკრესენსკაია, შენ რა? აქ დასაძინებლად მოხვედი? სიცნარე კლასში. მიჩვენე, მანდ რა დაწერა. გამარჯობა, წერტილი. წნარად. ეს ორიანია. ადექი. როგორ ფიქრობ? ჩემი გაკვეთილები ასე ხრინვისთვისაა? მაპატია თოლღასი მეურვე. ეს შენ მოგვიტევე ვასკრესენსკაია, რომ გაგახვიცეთ. შენ ხომ განსაკუთრებული ხარ? აი გოგონებო, შეხედეთ ამ ქალბატონს.
შესაძლოა შენთან ეკლესიაში ასე მისაღები იყო, მაგრამ აქ კეთილი ინებე. ვინ ხრინავს? რიტა? რიტა, რა გჭირს? გაიღვიძე. რიტას თალიღამი არ ეძინა და არც ემას. რატომ? სადღაც წავიდნენ და როცა დაბრუნდნენ გაგვაღვიძეს. ჩვენ დავინახეთ. ეს მართალია? გამთენიისას დაბრუნდნენ. აჰა, გამთენიისას. საინტერესოა. კატია, კარნახი განაგრძე. მალე მოვალ. სემა, რიტა, გამომყევით. ომი მალე დამთავრდება. ძიმე, სახლში დაბრუნებას გისურვებ და საყვარელი დედის ნახვას. წერტილი. ელიზაბეთ ალექსანდროვნა. ამორზე ამბობენ, რომ ღამით სახლში დაბოდიალობდნენ. როგორც პედაგოგი ვალდებული ვარ გითხოთ. თქვენ ეს იცოდით? ისინი ჩემთან მოვიდნენ. თქვენთან? ღამით? დიახ, ოლღა სიმეონოვნა, ჩვენ მკითხულობდით, საუბრობდით. რა ამბავი არ ამემხდა? თვალებს აფახუნებენ, არაფერი ესმით. უკაცრავად რა? მე ვამბობ, არაფერი ესმით. ამას ასე არ დავტოვებ. არსებობს წესრიგი და ის უნდა დავიცვათ. შენ კი ვინ დაობს ამაზე? არ უყვარ ხარ სერაფიმა. შენ კი დაითმინე. მოთმინებით მთას გადაადგილებ. აჰა, გამოიძინეთ? რატომ ხართ ასე სერიოზულები? აპატიათ, რომ დაუკითხავთ შემოგეჭერეთ. ახლა რაღა აზრი აქვს. წამოდით, ჩაი დავლიოთ. თქვენთან? ჩემთან რა თქმა უნდა. გასაღები გამომართვი, ოთახში აერბინეთ. მე კი ჩაიდან სამოვიტან, ოღონდ ჩუმად. არავის დაენახოთ. სად მიდიხართ? შეიძლება თქვენთან? არა. კარგი. შეხედე. ლიზა აქ ცხოვრობდა. აი სიახლე. ასეც ვიცოდი. ის დამლაგებელი კი არა, ამ სახლის მეპატრონია. რიტა, გრაფინია. ან იქნებ კნეინა. ჩაი მოვიდა. ჭიქები იქით, კარადაშია. რიტა, იქ ტუმბოზე შაქარი დევს. მოიტანე, ჩაი უკვე მზადდება.
დეიდა ლიზა, ის წმინდანი, ხატზე რომ არის. რა ქვია მას? სერაფიმე, შენთვის ადვილი და სამახსოვრებელია. სერაფიმე ქვია. მამა სერაფიმე, შენი სეხნია. სერაფიმე. როდესღაც ამ სახლში სერაფიმეს კარგად იცნობდნენ. გამახსენდა. მასთან დედაჩემი ლოცულობდა ეკლესიაში. უყურე შენ, ჩემი დიდი ბაბუა, ღმერთმა აცხოვნოს, გენერალი იყო. ის შეხვედრია წმინდა მამას. შემდეგ კი მთელი ცხოვრება პატივს სცემდა და ახსოვდა იგი. და ეს ვინაა? ეს წმინდა სერაფიმია, ჯერ კიდევ პატარა. მამა გარდაეცვალა და დედამისი ქმრის ნაცვლად ეკლესიის მშენებლობას ხელმძღვანელობდა. ერთხელ დაუმთავრებელი სამრეკლოს სანახავად წავიდა და შვილიც თან წაიყვანა. ასე გადაარჩინა ღმერთმა მომავალი წმინდანი. არა უშორს ძვირფასო. ახლავე გამოვასწორებთ. წავედით, დრო. რიტა, ცოტა ხანს გავჩერდეთ. უყურე ვიღაც მოყავთ. მე მამულე მოყავთ. იყო ერთი ასეთი. წელიწადია რაც ვწევარ. ვერც ხელს, ვერც ფეხს ვერ ვამოძრავებ. დამეხმარე, მამა სერაფიმე. მე ხომ ექიმი არ ვარ. ავადმყოფებმა ექიმს უნდა მიმართონ. მე საუკეთესო ექიმებთან ვიყავი. ყველა საშუალება გამოვცადე, ყველა წამალი. განკურნება არ არის. შენთან მოვედი, მამაო. მივხვდი რომ მხოლოდ უფლის წყალობით განვიკურნები. ესე იგი წამს. წამს, მამაო. კიცე თქვი შვილო ჩემო. წამს იესო ქრისტესი, უფლისისა. წამს, მამაო, მთელი გულით წამს. თუ გწამს, მაშინ უკვე ჯანმრთელი ხარ. ჩემო სიხარულო, გაუშვი მსახურები და შენით წადი. აი ვინ იყო სერაფიმე? ამ მემამულემ ჩემი დიდი ბაბუა მიიყვანა მამა სერაფიმესთან. ამბობენ ჯიუტობდა თავიდან. ასეთი ხასიათი ჰქონია. არ გაბრაზდეთ თქვენო ღირსებაო, მაგრამ თქვენ უთუოდ სერაფიმესთან უნდა მიხვიდეთ. შენც იგივე, რა ყველა ამ ბერისკენ მეკაჩებით. მე ახალგაზრდობიდან არაფრის არ მწამს, ყველაფერი ჩემი. და მაინც თქვენო ღირსება უნდა მოინახულოთ ხუცეს, ვინ იცის, იქნებ რწმენად შეგემატოთ. გეყოთ მკითხაობა მოხუცი ქალევით, ომში პარიზამდე მივედი. ერთ ჩემთან ამებრძოლს, მტკიცე წამდა ღმერთი, სულ მეუბნებოდა რომ არასწორად ცხოვრობ. ახლა სადაა თვითონ, მოკლეს და სადაა მისი ღმერთი? და რამდენი ასეთია მშობლიურ მიწაში, აი მე კი ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ. მაგრამ თქვენო ღირსებაო, საუკუნო ცხოვრება გავიწყდებათ. ბები ზღაპრები, ადგილი მიწაში და სასახლე. აი მთელი ცხოვრება, უკეთესია სახლში შევიდეთ, იქ უკვე მადუღარად თუხთუხებს. მე კი თქვენო ღირსებაო, ნიძლავს დაგიდებთ, რომ ხუცესი თქვენს ურწმუნოებას რწმენით შეგიცვლით. ესე იგი ასე, რაზე დავნიზლავდეთ? რაც თქვენ სულს გაუხარდება, სულს? მადუღარაზე, უბრალოდ? მოოქროვილზე, ბოლომდე, თანახმა ხართ ნიკოლოს? თანახმა ვარ თქვენო ღირსება. ხვალ გავემგზავრებით, აბა ის და მცხარი მომაწოდეთ. შენ შემპირდე. ვიცი, მაგრამ გთხოვ მოусმინე. არა.
რიტა, რა მოხდა გოგონებო? რიტა, რიტა, ვიცი რომ აქ ხარ. წადი. რამით გაგაბრაზე, რიტა? რატომ დარჩი? რატომ ჩემთან არ წამოხვედი? ხატზე მინდოდა მომესმინე და ეკლესიაზე. მე ეს უკვე ნანახი მაქვს. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მე რა? უნიშნელო ვარ? შენც მნიშვნელოვანი ხარ, შენ ჩემი მეგობარი ხარ. ამ ლიზასთან აღარ მიხვიდე. რატომ? შენ რა არიცი? რომ ეს წმინდანები და ეს ხოცესეც მხოლოდ მოხუცების ზღაპრებია. არა რიტა, ასე ნუ ამბობ. ის არსებობს, გესმის? არც ისე. კარგი, დავივიწყოთ. მაჩვენე ნახატები. ნახე, მაინც ვერ გაიგებ. დღეს ისეთი სიზმარი ვნახე. ფერიამ მწვანე ქვეყანაში წამყვანა. ფერია ლამაზია. ისეთი კი არა როგორც თქვენი ხუცესი. რიტა, კარგი, აი შეხედე. ეს რა წერილებია? საიდან აიღე? საფოსტო ყუთიდან. რა? ღამღამობით ყუთს ხსნი და ვიღე. ასე არ შეიძლება, რიტა. მომეცი აქ. მე შენ ჩემ საიდუმოს გაჩვენებ. შენ გარდა ამის შესახებ არავინ იცის. ეს დედა ჩემისგან აქვს. აქ უფალია. ტყუილია ყველაფერი. შეწყვეტი, ასე ნუ ლაპარაკო. ვილაპარაკებ. ეს იმიტომ რომ მღვდლის შვილი ხარ. წადი აქედან. ეძებე შენი წმინდანები. წადი და აქ აღარასდროს მოხვიდე. აქ რა საკეთებთ? ვხედავ სახლში ადგილი არ ყოფნით. ახლა სარდაფში დასახლდით. ოლღა სიმენოვნა როდესმე შემჭამს თქვენი გადამკიდე. რა ჭირს? ასეთი არასდროს მინახავს. დეიდა ლიზა, თქვენს ბაბუას რა დაემართა, რომ ყვებოდა? ესე იგი ბაბუას. აი რა მოხდა. ესად მომიყვანეთ ნიკოლოზ ალექსანდრევიჩ. ასეთ ადგილებში ადამიანები კი არა, მგლებიც არ დადიან. მაპატიეთ, დაუპატიჟებლად მოვედი მოწვევის გარეშე. თქვენი განმარტოვების მოსანახულებლად. კეთილი იყოს. გახსოვს სიხარულო ჩემი. პოლკოვნიკი, შენი თანამებრძოლი. შენ ბრძანება მიიღე, შენი დანაყოფი მტრის რიგებამდე მიგეყვანა. პოლკოვნიკი წინა ხაზზე დააყენე მტერთან. თავად კი უკან, დანაყოფი ზურგში დადექი. ის დაიღუპა. მაგრამ დანაყოფი გამარჯვებამდე მიიყვანა. შენ კი მისი გამარჯვებით ესმედლები მიიღე. ასე არაა? მომიტევე ქრისტეს გულისთვის, მამა სერაფიმე. ღმერთი გაპატიებს, ჩემო სიხარულო. ღმერთი გაპატიებს. თქვენო ღირსებაო, ჩემი გესმით, თქვენო ღირსებაო. სახლში წამიყვანეთ ნიკოლოზ ალექსანდრევიჩ. შეგიძლიათ ჩემი მადუღარიდან დალიოთ. არ მინდა თქვენი ოქროები. თუ დახმარება გინდათ, უსახლკარო ბავშვებს მიეცით. მიუცე. ღმერთია მოწმე.
მას შემდეგ ამბობენ, რომ ჩემი ბაბუა თავმდაბალი შეიქმნა. არავის ჩაგრავდა და არავისზე მაღლა აყენებდა თავის თავს. ლოცველი გახდა. ხანდახან უბრალოდ ბევრს სტიროდა. მაშინ სულ მამას სერაფიმეს იხსენებდა. დახმარებას თხოვდა. როგორც დედაჩემი. დიახ, და შენც თხოვე, როცა გინდა. დეიდალისა, დიდი მადლობა. მე თქვენთან ყოველ დღე მოვა. რას ამბობ, ყველაფერი კარგადაა საყვარელო. აბა წადი, მშვიდობით. ბავშვებო, დაძინების დროა. ვინც დაიმალა ვიპოვი და ვინც არა მით უმეტეს. ვინც დაუბანელი სახით დაიძინებს, ღამით თხუნელა მოაკითხავს. დავიძინოთ, დავიძინოთ. დეიდალიზა, რატომ მაინდა-მაინც თხუნელა? გაიზრდები და მიხვდები ტარასკინა. წადი დაიძინე. ასე უკეთესი იქნება სენ. ჩემსთვის და ფერიასთვისაც. მომეცი აქ. აი, ოლღა სიმეონოვნა. აი, ტარასკინა მიპოვა ღომელთან. შეიძლება ითქვას ჩვენ ვიპოვეთ. ხო, მან იპოვა, ჩვენ კი წავარდით. მარა, ვერაფერი გავიგე. იცი, ჯვარი გაქრა. გავაღვიძე და აღარ გამხდა. ხომ არ გიპოვია? მე შენი ჯვარის მცველი კი არა ვარ. რიტა, საით გაგიწევია? თუ აქ მოდიხარ მორჩა, დირექტორმა კლიტის დაყენება დამავალა. ალბათ ოლღა სიმენოვამ უთხრა თქვენი სეირნობის შესახებ. უცნაურად იქცევა. გაიგე ვისია? არა, ჯერ. რას ქვია ვისია? ჩვენი სერაფიმასი, სხვას ვისი უნდა იყოს? იქნა მისი არა, საიდან იცი? ის არსადა. ღმერთო ჩემო. სასიხარულო ცნობა. ჩვენი სამხედრო ნაწილები წინ მიიწევენ. დამშვიდი კატია. ახლავე ყველაფერს გავარკვე. წამოდეთ ივან ანდრეევიჩ ვესტუგრაში. თამას რას ვეთყვით? იგივეს რაც მე მითხარით. წამოდეთ, წამოდეთ. დიახ. რიტა. რა გინდა? სერაფიმა ვასკენსკაიას ღმერთის. აი თურმე. და შენ მერე რა? პირჯვრის გადაწერას მასწავლის. აი, არასწორად გასწავლის. მაჯვნიდან მარცხნივ უნდა და არა პირიქით.
ჩვენ ახლა ფაშისტებს ვებრძვით. ხალხის მთელი ყურადღება ფრონტისკენაა ამიფრობილი. წადი და რამით დაკავე, კარგი? დიახ. ახლა ყველაფერს თავად მოუყავით. ივან ანდრეევიჩ, შეიძლება? შეიძლება, ოლღა სიმეონოვნა, რა გნებავთ? აი, ვიღაც ჩვენთან ჯვრით დადის. ჩვენ ხომელთან ვიყავით. გოგოებო, როგორ ფიქრობთ, ვისია ეს ჯვარი? დარას კი ნამიპოვა. რა დაგემართათ? ვეღარ გცნობთ. ილაპარაკეთ, ნუ გეშინიათ. ეს ვასკრესნსკაიას ჯვარია. მან მე ის მაჩვენა. აი ასე, ივან ანდრეევიჩ, ვასკრესენსკაია. წადით ყველანი აქედან. მე არა თქვენ დარჩით. ყოჩაღრიტა, ბურჟუა იყავი. ახლა ჩვენიანი ხარ. ასე არ ჯობია? არა, კატია. გადი რა. რა, ასეთი რა ვთქვი? ფრეიტა, ოთხარი მას. სად არის ჯვარი? ო, გამარჯობა. როგორაა საქმე? დეიდალიზა მითხრა რომ თქვენი პოვეთ. ოლღა სიმეონოვასა. ის კი დირექტორთანა. გვიანია, მორჩა ვასკრესენსკაია. და გვიანი. რა ხდება ვასკრესენსკაია? რატომ შემოვარდი დაუკაკუნებლად? ჯვარი მომეცით. არა, ხედავთ ივან ანდრეევიჩ. ის შეპყრობილია. პარასკევს დავილაპარაკებთ საერთო კრებაზე. ახლა კი აქედან მოშორდი. მომეცით ჯვარი. აი როგორაა ყველაფერი ამხანაგო დირექტორო. ეს თქვენი გულჩვეობის ბრალია. კარგი, მე თავად დავკეტავ გარს ამ უზრდელს. მომეცით ჯვარი. რა? მომეცით. ივან ანდრეევიჩ, ეს რა? სერაფიმა? სემა. სემა. ახლა კი მორჩა ვასკრესენსკაია.
მამა, გამარჯობა შვილო. მამა, ისე მაგლი ხარ. დედა სად არის? შენ და გეძებს. ყველაფერში უფალს მიენდე. შესთხოვე მამა სერაფიმეს და ყველაფერი კარგად იქნება. იოცი ჩემთვის მამა. დედასთან მინდა. გესმით რა შეასაქმე? მას სულ წინავს. ეს კარგია. ძილში ორგანიზმი უფრო ძლიერდება. მე ექიმი ვარ. ოლეგ ანდრეოტოვიჩი. აბა გაიმეორე რა მქვია? ანდრე კოტოვიჩი? ძალიან კარგი. და დღეს კვირის რომელი დღეა? ხუთშაბათი? მართალი, ელიზავეტა ალექსანდროვნა. ხელს ნუ უშლით ექიმის მუშაობაში. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ადგომა შეგიძლია? ხელები გაიწოდე, თითები გაამოძრავე, აი, გოგონა სავსებით ჯამრთელია. შესანიშნავი. მადლობა ოლეგ ანდრე კოტოვიჩი. ბოდიში რომ შეგაწუხეთ. ყოველთვის შეგიძლიათ დამიძახოთ. მართალია ასეთ გზაზე ჩქარა ვერ მოვალ. თქვენ როგორ ხართ, თავად? მე კარგად ვარ, ცოცხლობ ნენელა უფლის წყალობით. ელიზავეტა ალექსანდროვნა. ჩუმად ვარ. წამოდით ექიმო, გაგაცილებთ. გამარჯობა, ვასკრესენსკაია. რა გინდა? გამოჩამთელდი. გოგონებო, ჩვენი სახელოვანი საბჭოთა არმია ტერს ჩვენი ქვეყნის საზღვრებიდან ერეკება. ზოგიერთ დანაყოფებში კი უფრო შორსაც. ჩვენი ბრძენი პარტიის თაოსნობით ომი ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდება. მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს უერთგულოთ ჩვენი პარტიის იდეებსა და პრინციპებს. მით უმეტეს რომ თითოეული თქვენგანი მომავალი პიონერია. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა სამშობლოს წინაშე. ეს გასაგებია? არც ისე დიდი ხანია ვერ გაიგებ რა ხდება ჩვენს თავს. ჯვრები გაჩნდნენ, საუბრები ღმერთზე და კიდევ სხვა მგვარი რაღაცეები. კერძოდ რელიგიური. კერძოდ რომ თქვა დღეს ამ საკითხის განსახილველად შევიკრიბეთ. სიტყვას გადავცემ მთავარ აღმზრდელს ოლღა სიმეონოვნას. მადლობა ივან ანდრეევიჩ. ყველა თქვენგანისთვის ცნობილია, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ვიპოვეთ ჯვარი. ის ახლა მე მაქვს. ხოლო მისი მეპატრონე გოგონებო, ჩვენი სახლის აღსაზრდელი, სერაფიმე ვასკრესენსკაია. ვასკრესენსკაია. გამოდი მწყობრიდან. სახით გოგონებისკენ მიბრუნდი.
რა თქმა უნდა, რელიგიური კულტისადმი მიდრეკილების გამო ვასკრესეს უნდა გაირიცხოს ჩვენი სახლიდან და გადაეცეს შესაბამის ორგანოს. მაგრამ პარტია ციხე არაა. ჩვენ კი მხეცები არ ვართ. ამიტომ სამართლიანი იქნება, თუ შენ ვასკრესენსკაია გვეტყვი, რომ ღმერთი არ არსებობს. თქვი რა ჩქარა, სადილი გაცივდება. ასე ხომ ვახშობამდე აქ ყოფნა მაგვიწევს. სერაფიმა, მამა სერაფიმა, მათმე ჯვარი წამართვეს. არავის ძალუცის წაგართვას, რადგან ჯვარი არის კიდეც შენი გზა ღმერთთან. სერაფიმა, უფალი გამოქვაბულში დაიბადა. მიწაზე ცხოვრობდა, სნეულებს კურნავდა. დრებს აცოცხლებდა. შემდეგ კი ჯვარს ეცვა. ამოკვდა. მაგრამ მკვდრეთით აღდგა. სემა, ღმერთი არის. საიდან გაიგე? ივან ანდრეევიჩ, მანვე ჯვარი მომპარა. წარმოგიდგენიათ? მომპარა ქურდმა. ეს უკვე მეტის მეტია სერაფიმა. დაფიქრდი, უკანასკნელ შანსს გაძლევ. ნერვებს ტყუილად იშლით ივან ანდრეევიჩ. შეხედეთ, ის შეშლილია. მოითმინეთ. მომეცი ჯვარი და მითხარი, რომ ამ ზღაპრების ღმერთის შესახებ არ გჯერა და რომ დამნაშავე ხარ, გითხარი სემა, გითხარი, თუ არა და ცუდად გექნება საქმე. მოდი მივეხმაროთ. ღმერთი არ არის. 3-4. ღმერთი არ არის. ღმერთი არ არის. ღმერთი არ არის. არ არის. ღმერთი არ არის. ღმერთი არ არის. მიდი. არაფერი არ თქვა, მოსმენა არ მინდა. შესაძლოა მიხვდე, რომ არასწორად იქცეოდი, მაგრამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. მე რაიონში გადავრეკე და შენს კოლონიაში გადაყვანაზე მოველაპარაკე. მე დიახ, სემა. და ასე ნუ მიყურებ. მოკლედ, როცა ტრანსპორტი მოვა, მაშინვე გაგამგზავრებთ. აქ დაიძინებ. პურს და წყალს მოგიტანენ. კიდევ ერთი რამ, შვილო. სწორად გამიგე. კიდევ რაღა. ჯვარი. ფუშენი. ჯვარს ოლღა სიმეონოვნას მისცემ. მაშ კარგი. აღმზრდელო, ძალიან გთხოვთ. მართალია, ძალიან გულმოწყალე ხარ, მაგრამ ეს ოლღა სიმეონოვნა. გამარჯობა ივან ანდრეევიჩ. აჰა, გამარჯობა. აქ რას დამდგარ ხარ? ჩვენ ეს აქედან მოშორდით ახლავე. მე თქვენ გაჩვენებ. მოусვით მეთქი. მოусვით ივან აქედან. ანდრეევიჩ, ეს ხომ მე ვარ. გაჩუნდი. ამოვიდა, ყელში ამოვიდა. ჩვენი ოფიცრები, მათი შვილები ბავშვთა სახლში არიან. ისინი კი ფრონტზე სისხლურიან, მე კი აქ რას ვაკეთებ? სწორია ეს? სად არის შენი ღმერთი, სერაფიმა? ხედავ ვასკრესენსკა. სადამდე მიიყვანა დირექტორი. ახლა მორჩა. ღამე მშვიდობისა. რატომ მოხვედი? ეს მე მოვყარე ჯვარის ემას. მინდა და დამეწვა. ის კი არ დაიწვა. არ ვიცოდი რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა. რა გავაკეთო? ატიება ითხოვე. არ შემიძლია.
მეშინია. გეშინია? რისი გეშინია? არ მაპატიებს. სულევა. საიდან იცი? უნდა თხოვო და გაპატიებს თუ არა, ეს სხვა საქმეა. უნდა თხოვო. უფალურად განმრავდეს მაჭირებელი ჩემი და მრავალი ასკეს ჩემზე და მრავალთ არ ქვიან სულსა ჩემს, არა არც ცხოვრება მისი ღმრთისა მიერ მისისა, ხოლო შენ უფალო, წე ჩემ და ხარ, დიდება ჩემ და ასამაღლებელ თავისა ჩემისა. თქვენ აქ რა გინდათ? ჩვენ ოლღა სიმეონოვამ გამოგზავნა. სხვანის გასაღების მოსაცდელად. აჰა, სადაც ემაზის. მომეცით? კიდევ წყლის მეტანა გთხოვა და პურის. მივუტან. განეშორეთ ცოდვას. ეს რა არის ლიდა დაიდა? სად? აი ის თაროზე. და რაღაც იწვის. ხო? ლენა, ეს პორტრეტია. ვისი პორტრეტია? ვისი და ბელადის? რომლის? რას ქვია რომლის? ჩვენის ლენა. ჟირაფივით ხარ, შენამდე ძლივს მოდის. კაი, წავედით. რომელი ჟირაფი? რიტა. რიტა. ო, ღმერთო. უფალო, თუ შენ არსებობ, მაპატია რომ ჯვარი ვიშავე ღომელთან. შემთხვევით მომივიდა.
ქრისტე აღდგა, ჩემო სიხარულო. მამა სერაფიმა. ეს უდიდესი დღესასწაულია. აღესრულა რა ჯვარზე მაცხოვარი, ჩვენი სულების გადასარჩენა, უფალმა საშუალება მოგცა შევიდეთ 1000-ას უფეველში. აი გამომართვე და გაახარე ყველა, ვისაც შეხვდები. ნუ ჩამოგტირის, კოლონიამ შეგაშინა? ამასაც გადავახავთ. ჩვენ ოლღას იმეონოვნოს თხოვთ და გესტუმრებით ხოლმე. სისულელეებს ნუ ამბობ ტარასკინა. შენ სემა, ჯობია პირველმა დაარტყა. შეგეშინდებიან. ეს რა, კვერცხებია? კი, გამომართვე. ქრისტე აღდგა. კარგი, დააღდგეს. ქრისტე აღდგა. რატომაა წითელი? ეს წმინდა მარიამ მაგდალინელის სასწაულის მოსაგონებაა. რომში იმპერატორი ტიბერიუსი ზეობდა. ქრისტე აღდგა. შესახა მას მარიამმა და ქათმის კვერცხი გაუწოდა. ეს უფრო გაწიცხდება, ვიდრე მკვდრები გაცოცხლდებიან. უთხრა ტიბერიუსმა. ამ დროს თეთრი კვერცხი გაწიცხდა. მადლობა. ეს ტატიანას გადაეცი. საინტერესო დღესასწაულია, არა? მოშორდი ტარასკინა. ეს შენ დასაწყისისთვის. მადლობა. შეგერგოს. შენ როგორ გეძინა? აი შენი ნივთები. მანქანა უკვე გამოვიდა. საგზალი არ გინდა. ხალხს საშენოს მიიღებ. სულ ესაა ვასკრესენსკაია. ეს საიდან გაქვს? ეს თქვენ. ქრისტე აღდგა. რა? შენ რა ისევ? დამცინი? ბავშვებო, ოღას იმანოვნა, მანქანა მოვიდა. ახლა კი დაინახავს ადამდე მიიყვანეს შენმა ჯრებმა. გზაც იქით გქონია. ჩადი დაბლა. შემოდით. შენ დაბლა გელოდებიან, რატომ მოხვედი? ეს თქვენ. ქრისტე აღდგა. შენ ავად ხარ თუ დაგვცინი? რატომ? იმიტომ რომ მკვდრებს გაცოცხლება არ შეუძლიათ. აი სათყოფილ ხარ, რა შეასაქმე სერაფიმა. ხომ გითხარი დაბლა ჩადი მეთქი. მოდი ხარ ივან ანდრეევიჩი. არა. შვიდობით, სერაფიმა. მაშასე როგორც იქნა. მაპატიეთ რომ შეგაყვანოთ ძლივ ვიპოვნებ. აი საბუთები. აი ისიც. სერაფიმა ვასკრესენსკაია. დედა. ეს მისი დედა. იგი დედა მიპოვა. აი სიხარული. დღეს ყველას კაი ნაჭრები გვექნება. გავიმარჯვეთ. გავიმარჯვეთ. აი ხედავ, ის არსებობს. ასეც ვიცოდი. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა.